Kira, დიდი მადლობა პირველ რიგში დაინტერესდით მევესალმები მაყურებელს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ ის ამბავი, რომ ეხა ვიღაც სარეგონოს რომ რაღაც მე რაღაცას წუწუნება, რაღაცას თუ რომ დავკეტე თუ გახსნა მინდა და ასე შემდეგ, უბრალოდ ეს ცოტა უფრო გლობალურად უნდა შევხედოთ ამ ამბავს, იმიტომ რომ ყველას არ აქვს საშუალება მაგალითად. ხო, ყველას არ აქვს საშუალება რომ თქვათ იგივე თქვენთან ჩაერთოს, ან რაღაც თავის წუხილი გამოთქვას პატარა ბიზნესები, რომელიც არის ხო რეგიონებში. უნდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ აი პირადად ჩემი ეს ადგილი, რომელიც ჩემი მამაპაპის ადგილას შევქმენი, ისეთი გარემოა შიგნით, რომ არის ძირთად არის დაინტერესება, ვთქვათ მაგალითად, ქართველები ჩამოდიან და ასევე მოდიოდნენ ევროპელები და ამერიკელები, იმიტომ რომ აი ეს ეთნოგრაფია, ფოლკლორი, ის გარემო, რომელიც ავთენტური გარემო, რომელიც მე მაქვს შექმნილი, ხო აი არქიტექტურის და დიზაინის ხარეს გულისხმობ, მათ ძალიან მოსწონთ. ყოველ შემთხვევაში მათ განსაკუთრებულად მოსწონთ, ამიტომ ძირითადი, ასე ვთქვათ, სტუმრები ისინი იყვნენ. მე მომიწია რომ პირველად 4 წლის განმავლობაში რომ ზამთრის პერიოდში საერთოდ დამეხურა, იმიტომ რომ თლიანად ყველა ჯავშანი გაუქმებული, აი ერთ და იგივე ტექსტი მოდიოდა მეილზე, რომ მაგალითად მარჩვეს ევროპელებისგანაც, რომ აი არსებული მდგომარეობა გამომდინარე, უბრალოდ ვაუქმებთ ჯავშნებს. ეს უკავშირდებოდა აი ამ აი ამ პროცესს, ხომ? პოლიტიკური კრიზისის პარალელურად ყვებით. ნე იცი რა ხო, იცი რა მე მესმის ახლა როდესაც უცხოეთში ხედავენ ადამიანები რა ხდება ჩვენს ქუჩებში როგორ სცემენ ადამიანებს მაგალითად არა მიტინგზე მაგრამ უბრალოდ ქუჩაში ვთქვათ ჟურნალისტს როგორ ესხმიან თავს ხო რაღაც მეორად არა იმ ქუჩაში სადაც მიტინგი მიმდინარეობს ხო არამედ ჩასაფრებით როგორ სცემენ ადამიანებს ხო ბუნებრივია ამ ადამიანებს უჩნდებათ განცდა რომ უბრალოდ საშიშია და ვერ ჩამოვლენ ხო და გარდა მაგისა მეორეა კიდე ხო აი ძალიან ბევრს ჩავსაუბროთ ჩვენ ამაზე რომ ანუ სადაც სამართლიანობას ვერ პოულობ და სამართალს ვერ პოულობ იქ ჩემი აზრით არაფერი არ მუშაობს არც ბიზნესი არც არაფერი აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერებულია ჩათვალე იმიტომ სადაც არ არის სამართლიანობა იქ არც ტურისტი გყავს არც კულტურა არც განათლება არც ჯანდაცვა აბსოლუტურად არაფერი არ არის რა ამიტომ ჩვენ ეს პრობლემები რომელიც გვაქვს რეალურად თქვენ ხშირად საუბრობთ ხომ ის თქვენ გადაცემებში ეს აისახება რეალურად ჩვენ დღევანდელ მდგომარეობას და ეს მხოლოდ ის კი არ არის ხა მე რაღაცა ამით გახსნა მინდა და რაღაც შემოსავლები ავიღო და რაღაცა არა აი თქვენ წარმოვიდგინეთ რომ ამ თანხებით რაც შემოდიოდა მაგალითად ჩემთან ბიზნესში ფაქტობრივად აი 80-90% იხარჯებოდა ადგილზე ადამიანების დასასაქმებლად, იმიტომ რომ ეს არ იყო ძალიან დიდი შემოსავლები და დიდი დატვირთიანობა არ ჰქონდა და იგივე მაგალითად პროდუქტებს ობიექტი არის კონკრეტულ ადგილზე ბუნებრივია ადამიანების დასაქმების და მათთვისაც რაღაც სარჩოს შექმნის შესაძლებლობა ბუნებრივია. ხო, და გარდა მაგისა დიანა არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ხო ბანკით გვაკეთებული, ხო, ძალიან ბევრ ადამიანს ეხა მე ვინც მისმენს და იცის, რომ აი მარნები, სასტუმროები, რესტორნები აქ აღებული ბანკით, ხო? ეხა მე მაგალითად ახმეტაში დავიბადე და გავიზარდე აბსოლუტურად ჩემ მშობლებს არც თბილისში არაფერი დაუტოვებიათ რაც მაქვს და ეს ყველაფერი რაც გავუკეთე ჩემი შევქმენი და შესაბამისად აი ჩემი პირადი ქონებაც კი სახლი სადაც მე ვცხოვრობ მაგალითად ხო თბილისში მიბმული არის პირადად როგორც დამფუძნებელი და მიბმული არის აი ბიზნეს ცესხს რომელიც სასტუმროს ნიშნავს ანუ ხვალ მაგალითად რომ აი ამ პირობებიდან გამომდინარე რომ მე დავკარგო და უბრალოდ ვერ ავამუშაო ასე ვთქვათ ეს ობიექტი პირადად აი საკუთარ საცხოვრებელ სახლსაც კი კარგავ და ადამიანები ასეთი პრობლემის წინაშე დგანან ხო როდესაც ისინი ფაქტობრივად ისინი კარგავენ ძალიან ბევრ ამას. ამიტომ მნიშვნელოვანია და ხოთა შორის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის რომ აი ძალიან ბევრმა ილაპარაკე მას რომ რაღაც ბანკები გვეხმარებიან და ასე შემდეგ. მე პირადად აი ბანკისგან ერთ-ერთი ბანკისგან არ დავასახელებ აი რა დღეში რამდენიმე SMS-ი მომდის რომ აი ბიზნეს ცესხი 3 დღეში აიღე და რაღაცა და წავედი ამ ბანკში და უთხარი რომ აი რაღაც 50000 ლარი მინდა თქო უთხარი რომ აი ავამუშაო სასტუმრო რომ მე თქვენ ისევ შემოსავლები შემოგივიდეთ და აი ესეთი მითხრა ოფიცერმა რომ ანუ დეკემბრის თვეშიო შემოსავალი რო არ გქონდაო, ანუ 11 თვე კი მქონდა შემოსავალი, მე-12 თვეს არ მქონდა. ამიტომ ჩვენო ვერაფერს ვერ მოგცემთო რა. ნუ მესმის გასაგებია ბანკებსაც რისკები აქვს, მაგრამ ამ ბიზნესების თლიანად დახურვა ხო საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ პრობლემას გამოიწვევს ხო. ან ამ ბანკებს რა თუნდაც ამდენი ქონება, ან ამდენი სასტუმრო, ან ამდენი სახლი და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის ის პრობლემა, რომელიც რაღაცნაირად უნდა გადაწდეს აი ერთობლივი ძალისხმევით რა, იმიტომ რაღაცა ბანკიც უნდა მოგეხმაროს რაღაცაში, ჩვენც რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ უნდა ბევრი ვიმუშაოთ და ასე შემდეგ და ასევე კიდე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის რომ ქვეყანამ სახელმწიფომ უნდა იმუშაოს რომ ტურისტებს შეუქმნას ესეთი გარემო მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ჩვენ გვჭირდება მაღალ შემოსავლიანი ტურისტი ანუ ჩვენ არ გვჭირდება ტურისტი რომელიც ჩამოდის საქართველოში და 20-30 ლარს ხარჯავს მაგას ბინას რო ქირაოს ერთ საწოლს ხო ჩვენ გვჭირდება ისეთი ტურისტი რომელიც მაღალ შემოსავლიანია რომელიც კარგ სასტუმროშიც დაიქირავებს რომელიც კარგათაც მიირთმევს და კარგ კერძებს მიირთმევს და ასე როგორ აპირებთ გადაწყვეტილებას
დავუყიდოთ ტურისტზე ახლა უნდა თქვენი იმუშაოს სწორედ სასტუმროს სახელმწიფო. წინაშე არსებული დილემა, მაგალითად თქვენ პირადად, იმიტომ რომ დახურეთ სასტუმრო, ეხა რა გეგმები გაქვთ? ხო. ეხა იძულებული ვარ გავხსნა, იქიდან გამომდინარე, რომ არ დავკარგო საერთოდ სასტუმრო და საერთოდ ხო იცით თქვენ რაღაცა რომ ჩერდება, საბოლოო ჯამში ჯანმფუჭდება, ხო, ეგრეც არავინ არ არის და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე, ჩემი ეს Facebook-ის სტატუსი იყო რა, რომ აი რა ვინმეს რამეს თანხას კი არ ვთხოვდი ან ასე შემდეგ. ანუ ეს იყო რომ რაღაც იდეები მომაწოდონ თუ როგორ შეიძლება რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ ავამუშაო, დავტვირთო, მაგალითად იგივე თუ აქვს ვიღაცა საშუალება რომ ტურისტულ კომპანიებთან მომეხმაროს, რომ აი ვაჩვენოთ ქართული კულტურა, ქართული ფოლკლორი, ქართული ეთნოგრაფია, ცეკვები, სიმღერები, ქართული კულინარია. ესეც ხო რაღაცა თვალსაზრისით აი ამ ქვეყანის სტუმრისთვის ხო ძალიან ბევრი რამისთვის შესაძაც ჩამოდიხარ და რაღაც შენს კულტურას, შენს ძირეულ ფესვებს ეცნობი ხო ქვეყნისას და არ ხედავ რაღაცა ისეთ რაღაცებსაც შეიძლება სხვაგანაც დაინახო ხო და აქედან გამომდინარე ჩემი თხოვნა იყო ყველასთან რომ აი მოდით იქნება რაღაცაში მირჩიოთ რა გავაკეთო როგორ გავაკეთო და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ რომ აი ერთობლივი ძალებით ჩვენ შეგვიძლია რომ და ეს პრობლემა დავსვლიოთ მე არ მაქვს იმედი რომ ამაში ხა სახელმწიფო დიდად ჩაერთვება და აბა არ იქადა ითქვის რომ ეხა რაღაცა სპეციალურ პროგრამებს გავაკეთებ და რაღაცა რეკლამებს გავუშვებ CNN-ზე და იმაზე და ამაზე და აქ ისეთ ზემართლელობას დავამყარებ რომ ტურისტები მოგვაწყვდებიან და ბიზნესის რაღაცა ინვესტორები შემოვლენ და აი ამ განწყობას და ამ ეს მოლოდინი არ მაქვს მე ეს მოხდება და ამიტომ მე ისევ მაქვს აი ჩვენი საზოგადოების და ჩვენ რო ერთმანეთს დავეხმაროთ ამის იმედი. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ რომ აი ეხმაურებით ჩვენს ასეთ პრობლემას. უგულმესი მადლობა.